გამარჯობათ, შემოგამომწერებო და არხის სტუმრებო. Ამოვიღოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. ვინ ხართ თქვენ? რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. თქვენ ხართ ადამიანი სანიმუშო, სამაგალითო. თქვენ გაქვთ იმიჯი, საკუთარი გემოვნება, თქვენ გაქვთ რაღაც განსაკუთრებული ენერგია იმპერატრიცას მიხედვით, როგორც ყოველთვის ვიფასებო, ვინც მდედრობით ის ქესემატებნეთ თვალს, თქვენ ყოველთვის ითქმის ხართ იმპერატრიცას ენერგიებში. ძირითადად ასე ახოლმე ჩემს გაშლებში. ასევე თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გაქვთ ნებისყოფა განვითარებული. საკმაოდ შეიძლება ითქვას, თქვენ შეგიძლიათ მოითმინოთ იმისათვის, რათა შემდეგ მიიღოთ სასურველი რეზულტატი. დაახლოებით ასეთია თქვენი სიგნიფიკატორი, თქვენი აღწერილობა ამ მომენტში. ემოციები ამ მომენტში თქვენ არ გმართავთ, უფრო არის პრაგმატული, ლოგიკური აზროვნება. თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა, თუ სრულიად სხვა ენერგიებში ხართ, თუ სრულიად სხვა ტიპაჟი ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო მაშინ არ არის თქვენზე და ასკროლეთ. ვინც დარჩით თქვენთვის, რა უნდა იცოდეთ ახლა? თქვენ იცით, რომ ზაფხულის, უბრალოდ გაზაფხულის ბუნიაობა არის 20 მარტს, ასტრონომიული ახალი წელი დგება, განახლდება, ასე ვთქვათ, ენერგიები და ნახოთ, რას მოგიტანთ თქვენ ეს. რა უნდა იცოდეთ ახლა? ეს არის ემოციები, რომელიც თქვენ ამ მომენტში ასე გჭირდებათ, რადგან თქვენ სიგნიფიკატორში ამოვიდა უფრო ანალიზი, გონების ანალიზი, ასე ვთქვათ. ანუ თქვენ აანალიზებთ რაღაც საკითხებს, აქციელებს, სიტყვებს, ნაკლებია ემოცია თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ მოდის მეტი ემოცია. ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, რაღაც ფეიერვერკი აფეთქება, ნელი ნაბიჯებით, ნელა-ნელა მოდის ემოცია, რომელიც თლიანად მოგიცავთ. ეს არის რაღაც სდუნების მაგვარი ძვირფასებო, მე-15 უმაღლესი არკანის მიხედვით და თქვენ დადგებით არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი თქვენ ცოტა გაშინებთ ძვირფასებო. რატომ დგებით აი ასეთი რაღაც თითქოს ილუზიების და არჩევანის წინაშე? აქ ურთიერთობას ეხება ეს საკითხი ძვირფასებო და თქვენ რატო გაშინებთ ეს? იმიტომ რომ თქვენ არ გსურთ ძველ სცენარში შესვლა. თქვენ არ გსურთ, რომ ასე ვთქვათ, მიეჯაჭოთ პარტნიორს. ეს თქვენ არ გსურთ, ეს გაქვთ ზუსტად გადაწყვეტილი, რომ ამ სტილის ურთიერთობაში თქვენ არ შეხვალთ. რატომღაც არის თქვენ გონებაში ასეთი წარმოდგენა, რომ ძველი სცენარი არ უნდა განმეორდეს. კარგით, ამის გარდა სიყვარულის, მაინც მოდის ის თქვენთან. ესე იგი, ასე გამოდის, რომ თქვენ ვერ აცდებით სიყვარულს და ემოციებს. ასე ვთქვათ, უახლოეს პერიოდში ის მოიჩქარის, მოდის თქვენთან. კარგით, ემოციების და სიყვარულის რომანტიკის გარდა, რა უნდა იცოდეთ ახლა კიდევ თქვენ? დასრულდა პერიოდი, როდესაც თქვენ რაღაცას განიცდიდით, ნერვიულობდით, დეპრესიობდით, როდესაც იყო მანიპულაციები თქვენ ცხოვრებაში, როდესაც იყო კონკურენცია,
ну რაღაც ნება შემოდის, უდიდესი ენერგია შემოდის ვერფასებო. თუმცა თქვენ გსურთ კომფორტი, თქვენ არ გსურთ ეს, ასე ვთქვათ, ზაფრი ემოციები, დრამა, თქვენ არ გსურთ. თქვენ გსურთ სიმშვიდე, თქვენ გსურთ კომფორტი და უნდა იცოდეთ ახლა, ვინც არ უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, რომანტიკული პერსონაჟი დაუშვათ, თუნდაც საქმიანი პარტნიორი. თქვენ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და რატომ? თქვენ მართავთ თქვენს ემოციებს. თქვენ უკვე ზუსტად იცით, რა აღარ გსურთ ურთიერთობებში. ამიტომ იყავით მშვიდად, ეს უნდა იცოდეთ ახლა, რომ მომავალში თქვენ იქნებით კომფორტულად, თქვენ იქნებით დაბალანსებული ემოციებსა და ასე ვთქვათ, ცხოვრებას შორის. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ფული შემოდის ძვირფასებო, ესე იგი იყო რაღაც სტაგნაცია, ანუ არაფერი არ ხდებოდა ამ მიმართულებით, ფინანსების, სამსახურის, ასე ვთქვათ. და უნდა იცოდეთ, რომ შემოდის თქვენთან ფინანსები. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი ან წინადადება, რის შემდეგაც თქვენ ჩაერთვებით რაღაც ბიზნეს საქმიანობაში, ფინანსურ საქმიანობაში. თუმცა მაინც ფიქრობთ, რომ ღირს, არ ღირს, რატომღაც ფიქრობთ, რომ ეს დიდ ფინანსურ სარგებელს არ მოიტანს და თქვენგან წაიღებს რესურსს, ანუ თქვენ დაიღლებით და თხა არ იქნება შესაბამისი თქვენი ენერგიის დახარჯვის, ასე ვთქვა. თუმცა ეს ასე არ არის ძვირფასებო, ეს ასე არ არის. თქვენი, ასე ვთქვათ, თვალსაწიერიც და თქვენი შესაძლებლობებიც იქნება განახლებული. ანუ ადრე რა სცენარიც იყო თქვენ ცხოვრებაში, ის აღარ განმეორდება. იწყება სრულიად ახალი, სრულიად სხვა სცენარი. შეხედეთ? ეს არის კვერთხების ტუზი, სულელი უმაღლესი არკანი და პენტაკლების მეფე. ანუ ეს რას ნიშნავს? შემოდის ახალი იმპულსი, ახალი ენერგია, როგორც შეეფერება ზუსტად 20 მარტს, ანუ ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს მზე, ეს არის ასტრონომიული ახალი წელი, დღე იმატებს და ასე ვთქვათ, ბუნება იღვიძებს. ეს არის განულება იმ, აი გაჩვენებთ ძვირფასებო, იმ რთული პერიოდის, რაც თქვენ გქონდათ ცხოვრებაში, ეს არის შიშები, ეს არის დეპრესია, ნერვიულობა, შფოთი და ასე შემდეგ. ეს ნულდება და მოდის სტაბილურობა. ეს არის პენტაკლების მეფე. მოდის სტაბილურობა, მოდის სიმშვიდე, მოდის ფინანსები და ასევე ვისთვისაც აქტუალურია, მოდის ერთგული სტაბილური პარტნიორი. შეიძლება თქვენი მეუღლე ბრუნდება, სადმე არის წასული, ან შესაძლებელია უბრალოდ შეყვარებულმა შემოგთავაზოთ, უпростоრად გთხოვოთ ხელი. მსგავსი რაღაც შესაძლებელია. ნუ გააჩნია რა არის თქვენთვის აქტუალური, რა თემა. კიდევ ნახოთ რა უნდა იცოდეთ თქვენ ახლა. ტრანსფორმაცია გაიარეთ თქვენ. უკვე გაიარეთ ტრანსფორმაცია, ეს უნდა იცოდეთ და მალე დადგება პერიოდი, სადაც თქვენ გააქტიურდებით, მოგიწევთ აქტიურობა და გადახვალთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელიც იქნება უფრო ფინანსურად შემოსავლიანი, სტაბილური, შვიდი, შეიძლება ასე ითქვას, კომფორტული და სასიამოვნო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში.